მოგესალმებით. ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბრძოლო რობოტებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა რობოტების ბრძოლა 2025-ში, 5 კილოგრამამდე წონის კატეგორიაში და საპრიზო პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს. რობოტების ბრძოლა 2025-ის ორგანიზატორი გახლდათ რობოტების ბრძოლის ასოციაცია. უშუალოდ რობოტების ბრძოლაში განსაზღვრული იყო 3 წონის კატეგორია, ეს იყო 1.5 კილოგრამამდე, 5 კილოგრამამდე და 15 კილოგრამამდე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მონაწილეობდა 4 გუნდი, Nexus-ი 5 კილოგრამამდე წონაში, Elite Force 5 კილოგრამამდე წონაში, Thrasher-ი 5 კილოგრამამდე წონაში და Foxhound-ი 1.5 და 5 კილოგრამამდე წონის კატეგორიებში. მოცემული რობოტების დაპროექტება აწყობა მოხდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ სახელოსნოში და შესაბამისად აი ამ პროცესს მე ხელმძღვანელობდი. გუნდების მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადაუხადო ტექნიკურ უნივერსიტეტს და ჩვენს სპონსორს სანგარს. რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლის პროცესს, 5 კილოგრამამდე წონის კატეგორიაში მონაწილეობდა 17 გუნდი და 1.5 კილოგრამამდე წონის კატეგორიაში მონაწილეობდა 11 გუნდი. პირველ რაუნდში კენჭისყრის შედეგად ბრძოლა მოუწია Elite Force და Thrasher-ს ერთმანეთთან და ამ ბრძოლაში დამარცხდა Elite Force. სამაგიეროდ, რადგან გუნდების შემადგენლობა კენტი იყო ორივე წონის კატეგორიაში, Foxhound-ი ავტომატურად გადავიდა მეორე რაუნდში, ორივე რობოტი. ხოლო Nexus-ი კი შეებრძოლა სხვა მოწინააღმდეგეს. აქტიური და სანახაურივი ბრძოლა შემოგთავაზა ამ რობოტმა. სამწუხაროა, რომ ერთმანეთს შეერკინენ, მაგრამ კენჭისყრა და რას ვიღებთ. რაც შეეხება მეორე რაუნდს, კენჭისყრის შედეგად მოუწიათ ბრძოლა Nexus და Thrasher-ს
და ამ ბრძოლაში გაიმარჯვა თრეშერმა და Nexus-იც გამოეთიშა ბრძოლას. ხოლო რაც შეეხება Fox Sounds, ორივე რობოტმა, ორივე წონით კატეგორიაში მეორე რაუნდში მოიპოვეს გამარჯვება. როგორც ფოქსაუნმა ახლა სამაესაკო დიზაინი კატეგორიაში ასიანა. კატეგორია უკისკენ მიდის ბრძოლა. ეკრებს მაგრამ როგორც სამაია და გამარჯვებულია ფოქსაუნდი. შემდეგი ბრძოლა არის უკვე ნახევარფინალი. ნახევარფინალში იმარჯვებს თრეშერი და Fox Sound-ის დიდი რობოტი, ხოლო ეს პატარა რობოტი ნახევარფინალში უკვე დამარცხდება. და ბოლო ბრძოლა 5 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ფინალი, რომელშიც გასულები არიან თრეშერი და Fox Sound-ი. ძალიან დაძაბული,
ძალიან სანახაობრივი ბრძოლა და თანაბარი ბრძოლა იყო. ამ ბრძოლაში წააგო თრეშერმა და შესაბამისად გამარჯვებული გახდა ფოქსაუნდი. ფოქსაუნდმა პირველი ადგილი აიღო საპრიზო კატეგორიაში, თრეშერმა მეორე ადგილი აიღო საპრიზო კატეგორიაში. და ყველაზე საინტერესო რაც არის ამ ბრძოლებში ტექნიკური უნივერსიტეტის ეს ორი რობოტი Nexus-ი და Elite Force დამარცხდა ისევ ტექნიკური უნივერსიტეტის რობოტთან. შესაბამისად, ტექნიკური უნივერსიტეტის ამ რობოტებს 5 კილოგრამოვანი წვეთ კატეგორიაში არც ერთ სხვა რობოტებთან ბრძოლაში არ წაუგიათ. და თუ იკითხავთ, ამ შედეგს როგორ მივახციეთ, რა არის ამ შედეგის საიდუმლო, მარტივი პასუხი ამაზე ეს არის დისციპლინა.